პირადი საქმის მაყურებელმა იცის, რომ მე ხშირად ყვები დიქტატორებზე. მიყვარს ეს თემა, არ მიყვარს დიქტატორები, მაგრამ მიყვარს მათზე ისტორიების მოყოლა და ამიტომ დღესაც გადავწყვიტე მოგიყვეთ დიქტატორზე, ავტორიტარულ ლიდერზე, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თითქმის 5 აწლეულის განმავლობაში მართავდა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამ ადამიანის ისტორია არის ძალიან საინტერესო, თვითონ ადამიანმა დამაინტერესა, იმიტომ რომ ისტორიაში ეს კაცი შევიდა როგორც ყველაზე ჩუმი, ყველაზე მოკრძალებული დიქტატორი და გარდა ამისა, ეს იყო ყველაზე საინტერესო მომენტი ალბათ მის ბიოგრაფიაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ორჯერ მოკვდა. რას ნიშნავს ორჯერ მოკვდა, ამაზე მოგიყვებით, მოგვიანებით, ამიტომ არ გადართოთ, არ გადაახვიოთ და მაშასე დღეს მოგიყვებით ანტონიო დი ოლივეირა სალაზარზე, პორტუგალიის დიქტატორს. სანამ თხრობას გავაგრძელებ, გეტყვით, რომ პირად საქმეს ახალი პარტნიორი ყავს, იურიდიული კომპანია GT Consulting. თუ ნებისმიერი ტიპის იურიდიული დახმარება გჭირდებათ, გადადით აღწერაში მითითებულ ბმულზე და დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია. ახლა კი გავაგრძელოთ თხრობა. ტრადიციულად, მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად არის, ვინც არის ჩვენი გამომწერი, უღრმესი მადლობა ჩვენს პატრეონელებს და ძალიან დიდი ტრადიციული მადლობა შავი Coffee Roasters. მამხნევებთ, ხარს გვიჭერთ ყველას და დიდი მადლობა ამისთვის. დავიწყოთ. ანტონიო დი ოლივეირა სალაზარი დაიბადა 1899 წლის 28 აპრილს. დაიბადა პორტუგალიაში, პატარა სოფელში, რომელსაც ჰქვია ვიმიეირო. ოჯახი და მოგრძალებულად ცხოვრობდა, არ იყვნენ მდიდრები. მამამის ჰქონდა პატარა ფერმა, დედა იყო დიასახლისი, რომელიც ზრდიდა 5 ბავშვს. სალაზარის გარდა ოჯახში კიდევ იზრდებოდა მასზე უფროსი 4 ქალიშვილი. სხვათა შორის, რაც შეეხება მის გვარს, სალაზარს, ამ გვარით შევიდა ანტონიო სალაზარი ისტორიაში, ეს დედის გვარია. მამამისის გვარი იყო ოლივეირა, რომელიც არის უაღრესად გავრცელებული პორტუგალიაში. არსებობს მიყვარს მე სხვადასხვა ვერსიები. სხვადასხვა ვერსია იმასთან დაკავშირებით, როდის მოხდა ეს ოლივეირა და სალაზარი და უბრალოდ სალაზარი. ზოგი თვლის, რომ ბავშვობიდანვე ეს ორი გვარი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მაინც დატოვა სალაზარი, რადგან ოლივეირა იყო ძალიან გავრცელებული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარია, რომ ეს ადამიანი შევიდა ისტორიაში, როგორც ანტონიო დე სალაზარი. დედა, გარდა იმისა, რომ იყო დიასახლისი, იყო ძალიან ისეთი მორწმუნე ქალი, კათოლიკე, სულ დადიოდა ეკლესიაში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პატარა ანტონიო ჯერ დადიოდა სოფლის ჩვეულებრივ სკოლაში, შემდეგ კი გააგრძელა სწავლა კათოლიკურ სემინარიაში, სასულიერო სემინარიაში, ქალაქ ვიზეუში, რომელიც დაამთავრა და თვითონაც და ოჯახის წევრებსაც პრინციპში ეს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ალბათ ანტონიო გახდებოდა მღვდელი. მაგრამ 18-19 წლის ასაკში ახალგაზრდა ადამიანი მიხვდა, რომ რაღაცა სხვა რაღაცები აინტერესებს და ჩააბარა კოიმბრის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. კოიმბრის უნივერსიტეტი არის უძველესი პორტუგალიაში, ის დაარსდა ჯერ კიდევ მე-16 თუ არ ვცდები, საუკუნეში დაარსა მაშინდელმა მეფემ და არის უძველესი პორტუგალიაში და ერთ-ერთი უძველესი ზოგადად ევროპაში. იქ სალაზარი სწავლობდა ეკონომიკას, პოლიტიკურ ეკონომიკას და ასევე ფინანსებს. ძალიან ბეჯითი და კარგი და დისციპლინირებული სტუდენტი იყო. ესე იხსენებენ მას, ისინი ვინც იმ წლებში მას იცნობდა. იმაზე თუ როგორი კარგი სტუდენტი იყო, ისიც მეტყველებს, რომ სალაზარმა ბოლო უკვე გამოსაშვები, გამოცდები უნივერსიტეტიდან ჩააბარა პრაქტიკულად მაქსიმალური ქულით, ანუ მაქსიმუმი იყო 20 ქულა და მან დააგროვა 19 ქულა.
ბეჯითი, კარგი, დისციპლინირებული სტუდენტი. მაგრამ ისევ და ისევ ჩუმი, ინტროვერტი, ისეთი ჩაკეტილი, უაღრესად მოგრძალებული ახალგაზრდა ადამიანი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სალაზარმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს ლექტორის კარიერა, დარჩეს უნივერსიტეტში, რაც გააკეთა 1914 წელს, დარჩა კათედრაზე და შემდეგ წლების განმავლობაში იქ ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიკას და ფინანსებს, შემდეგ დაიცვა დისერტაცია, მიიღო ჯერ დოქტორის წოდება, შემდეგ პროფესორის, ესე მუშაობდა კათედრაზე. სტუდენტები მას ისევ და ისევ იხსენებენ როგორც ლექტორს, რომელსაც პატივს სცემდნენ. ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა. მაგრამ ეს გარკვეული ნიჭი არის, როდესაც შენ შეგიძლია ჩუმად ილაპარაკო და მთელი აუდიტორია ყურადღებით გისმენს. აი ლექტორებმა ნამდვილად კარგად იციან ეს და სალაზარი ზუსტად ესეთი ლექტორი იყო, ჩუმად საუბრობდა, მას უსმენდნენ, ძალიან უაღრესად დისციპლინირებული, ესეთი მათემატიკური სიზუსტით ჰქონდა გათვლილი ყველა ლექცია. ესე გადის წლები. აი აქ ისევ და ისევ თქვენ იცით, რომ მე მიყვარს კონტექსტის გაანალიზება და იმაზე საუბარი თუ რა ხდებოდა იმ დროინდელ პორტუგალიაში. პორტუგალიაში კი არის ძალიან არასტაბილური, მძიმე პერიოდი. საქმე ის არის, რომ 1910 წელს პორტუგალიაში მოხდა რევოლუცია და დაამხეს მონარქია. აქამდე ქვეყანაში, ესე იგი, ქვეყანას მართავდა მონარქი, მეფე. და ამის შემდეგ ქვეყანა გახდა რესპუბლიკა, ესე ვთქვათ, პირველი რესპუბლიკა, ესე ეძახიან. ეს კი არის უაღრესად მძიმე არასტაბილური პერიოდი პორტუგალის ისტორიაში. კერძოდ 1910 წლიდან, როდესაც მოხდა ეს გადატრიალება და დაამხეს მონარქია, 1926 წლამდე, ანუ 16 წლის განმავლობაში პორტუგალიაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალების 17 მცდელობა. გარდა ამისა, ქვეყანაში გაიმართა 158 გაფიცვა, ესე ზუსტი სტატისტიკა არსებობს იმ პერიოდის. შეიცვალა 8 პრეზიდენტი და 44 მთავრობა. წარმოიდგინეთ ეს ან რა გავლენას ახდენდა ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რაც თავარია ეკონომიკურ ცხოვრებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე. ვერანაირად ვერ იქნებოდა კარგი ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იყვნენ პორტუგალიელები იმ პერიოდის განმავლობაში. სალაზარი ამ დროს ასწავლის უნივერსიტეტში, იყო ძალიან მოკლე პერიოდი, 1921 წელს, გარდა ამისა მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ ეს არის კიდევ პერიოდი, როდესაც მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი. 14-დან 18 წლამდე. თავიდან პორტუგალიას ჰქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული, მაგრამ 1916 წლიდან უკვე იბრძოდა ანტანტის მხარეს. მაგრამ ამას რო დავანებოთ თავი სალაზარს რო დაუბრუნდეთ, 1921 წელს იყო მოკლე პერიოდი, როდესაც სალაზარი გახდა პოლიტიკოსი, უფრო კონკრეტულად პარლამენტის წევრი. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სალაზარს გულწრფელად, აი მისი ხასიათიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ მოწონდა, არ ხიბლავდა ეს საჯარო ცხოვრება, პოლიტიკა, ზოგადად ეს ქაოტურ საქმეს ეძახდა. ამიტომ მხოლოდ ერთი სესიის განმავლობაში, პარლამენტის ერთი სესიის განმავლობაში იყო დეპუტატი და შემდეგ ისევ ესე იგი დაუბრუნდა ლექტორის როლს. მაგრამ რა ხდება 1926 წელს? 1926 წლისთვის პორტუგალია ქვეყანა ძალიან დიდარი ისტორიით, ხო, თავის დროზე, ეს იყო დიდი იმპერია, ბევრი საინტერესო ამბავი ხდებოდა პორტუგალიის ისტორიაში, რომ იმ ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც ჯერ პირველი დამოუკიდებლობა, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში მოიპოვა, შემდეგ ბევრი ამბები ხდებოდა, ბევრი ცვლილებები, ესპანეთთან კავშირი, 50 წლის განმავლობაში ესპანელი მეფეები მართავდნენ პორტუგალიას, ბევრი რაღაც, მაგრამ დღეს პორტუგალიაზე ესე ვცლად არყვებით, სალაზარი აინტერესებს ეს ადამიანი, ჩუმი დიქტატორი. 1926 წლისთვის პორტუგალია გახდა, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში.
იმპორტი ბევრად აღემატებოდა ექსპორტს, ანუ ჰქონდათ ძალიან სერიოზული სავაჭრო დეფიციტი, ჰქონდათ უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტი. ფული, რომელიც ჰქონდა, არაფერს არ ყოფნიდა, პორტუგალიას მაშინ ჰქონდა ძალიან დიდი საგარეო ვალი, უმძიმესი მდგომარეობა. 1926 წელს, რატომ აღვნიშნე ეს თარიღი, რადგან იმ წელს ქვეყანაში მოხდა მორიგი გადატრიალება და ამ უკვე სამხედრო გადატრიალება და ამ სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის მმართველობაში მოვიდნენ სამხედროები, გენერლები, რომლებსაც ხელში ჰქონდათ ესეთი ღარიბი, არასტაბილური, მძიმე მდგომარეობაში ყოფი ქვეყანა. და სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ მთავრობაში დაპატიჟონ ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ფინანსებში და ეკონომიკაში. სალაზარი, გარდა იმისა, რომ იყო ლექტორი კოიმბრის უნივერსიტეტში, გარდა ამისა იყო ძალიან ბევრი ისეთი, მე ვიტყოდი, რევოლუციური სტატიის ავტორი, სტატიის, რომელიც ეხებოდა ეკონომიკას, ეკონომიკურ რეფორმებს და იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს პორტუგალიაში. ეს არ დარჩა შეუმჩნეველი მაშინდელი ხელმძღვანელებისთვის და 1926 წელს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დაპატიჟონ სალაზარი ფინანსთა მინისტრის პოსტზე. სალაზარი ჩავიდა ლისაბონში, ქვეყნის დედაქალაქში, ულამაზეს ქალაქი, მე ნამყოფი ვარ ლისაბონში, თეთრი ოკეანის პირას, ძალიან ლამაზი, მე ძალიან გირჩევთ, რომ იმოგზაუროთ ამ არაჩვეულებრივ ევროპულ ქვეყანაში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სხვა შორის პორტუგალია არის ყველაზე დასავლური წერტილი ევროპის. მოკლედ, კარგი ქვეყანა, გემრიელი საჭმელი, არქიტექტურა ძალიან საინტერესო და ხალხიც ისეთი ლამაზი და საინტერესო. მოკლედ, სალაზარი ჩადის ლისაბონში, გაიმართა რაღაც მოლაპარაკება ქვეყნის ხელმძღვანელებთან და ისინი სთავაზობენ ფინანსთა მინისტრის პოსტს. სალაზარი დათანხმდა, მაგრამ დააყენა ერთი პირობა. მან თქვა, რომ შეუდგება ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას მხოლოდ ერთი პირობით, რაც არის აბსოლუტური დამოუკიდებლობა და არავის არ ექნება უფლება, რომ ჩაერიოს მის საქმეებში. ანუ მან უნდა განაგოს და გააკონტროლოს ქვეყნის სახელმწიფოს ფინანსები. თავიდან ვითომ დათანხმდნენ ამაზე, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეში, სულ ცოტა ხანში, 2-3 დღეზე იყო საუბარი, როდესაც სალაზარი მიხვდა, რომ ესე არ არის საქმე და მაინც ჩაერევიან და რაღაცა თავის პირობებს დააყენებენ, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს ფული, სალაზარმა თქვა, რომ მე ერთი შეკითხვა მაქვს, რა გაინტერესებსო? მატარებელი, რომელიც კოიმბრში მიდისო, რომელ საათზე გადისო? ახლა უპასუხეს, უკვე 2 საათში სალაზარი იმატარებელში იჯდა და კოიმბრში ბრუნდებოდა. 2 წელი შემდეგ, 26-დან 28 წლამდე, ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ეკონომიკური, სოციალური ჩავარდნა პორტუგალიისთვის, უმძიმეს მდგომარეობაში და თან ახალი ხელმძღვანელობისთვის, ახალი მთავრობისთვის ეს very bad news. ცუდი ამბავია, რაღაცნაირად უნდა დაიჭირონ, ხო, ეს სიტუაცია და უკვე 28 წელს ისევ და ისევ მიმართეს ბატონ სალაზარს უკვე თხოვნით, რომ დათანხმდეს ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ნამდვილად არავინ არ ჩაერეოდა მის საქმეებში. სალაზარი არ ვიცი, ახლა დიდხანს ფიქრობდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ 1928 წელს სალაზარი დათანხმდა, გახდა ფინანსთა მინისტრი. გარდა ამისა, მან დაპატიჟა რამდენიმე თავისი კოლეგა კოიმბრის უნივერსიტეტიდან და არა მარტო, რამდენიმე პროფესორი ეკონომიკის და იმ პერიოდს სხვა შორის ეძახიან პროფესორების დიქტატურას, რადგან პროფესორები მართავდნენ ბიუჯეტს, ფინანსებს, ეკონომიკას და სალაზარი ამ თავის პროფესორების გუნდთან ერთად, თვითონაც პროფესორი იყო, შეუდგა საქმეს. შეუდგა საქმეს და ძალიანაც წარმატებულად. ეს უნდა ვაღიაროთ, ეს უნდა ვთქვათ, რომ
ის რეფორმები, რომელიც გაატარა სალაზარმა, აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. პირველ რიგში მან მკვეთრად შეამცირა სახელმწიფო ხარჯები, გადაანაწილა სახელმწიფო ხარჯები და უკვე მალევე, პრინციპში რამდენიმე წელიწადში, პორტუგალია უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტიდან უკვე აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას ჰქონდა საბიუჯეტო პროფიციტი. პლუსში გადავიდნენ. გარდა ამისა დაიწყეს ვალის გასტუმრება, მოკლედ, კარგად მიდიოდა საქმე. რომ შევაჯამოთ, პორტუგალია გამოდიოდა ამ ეკონომიკური კრიზისიდან, ეროვნული ვალუტა ესკუდო გამყარდა, ქვეყანას გაუჩნდა რეზერვები, ოქროს და ვალუტის რეზერვები და ქვეყანამ სხვა შორის, რომელიც ისტორიულად აგრარული ქვეყანა იყო, შეწყვიტა ხორბლის შესყიდვა საზღვარგარეთ. ანუ აგრარულ სექტორსაც მიხედა, ესე ვთქვათ, სალაზარმა და მისი ეს რეფორმები არა მარტო ფინანსურ ბაზარს და ბიუჯეტს ეხებოდა, არამედ მთლიანად ეკონომიკას. მისი გავლენა იმ დროინდელ კაბინეტში იყო ძალიან დიდი. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ მოწყობას პორტუგალიის, ძალიან გავს იმას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში. პორტუგალიაში იყო პრეზიდენტი და იყო პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტს, მაგრამ მას ჰქონდა მთელი ძალაუფლება იყო პრემიერ-მინისტრის ხელში. ზინამდვილეში. პრეზიდენტი ასრულებდა რაღაცა გარკვეულ ფუნქციებს, მაგრამ არანაირი ძალაუფლება მას ხელში არ ჰქონდა. ამიტომ ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ძლიერი ფიგურა მაშინდელ ესე იგი პორტუგალიაში და შემდეგ უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება პრემიერ-მინისტრი. იქედან გამომდინარე, რომ ეს მოგრძალებული ჩუმი პროფესორი გახდა ესეთი ძლიერი ფინანსთა მინისტრი, რომელმაც გაატარა რეფორმები, წარმატებული რეფორმები, ქვეყანამ ამოისუნთქა. უკვე 1932 წლის 5 ივლისს ანტონიო დე სალაზარი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პრემიერ-მინისტრობის გარდა სალაზარი ითავსებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას და ასევე თავდაცვის მინისტრის პოსტს. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობდა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭო და აი ამ სახელმწიფო საბჭოს სათავეშიც დადგა სალაზარი. ანუ გამოდის, რომ უკვე ძალიან მალევე, როდის 28-ში დაიწყო ხო მუშაობა ფინანსთა მინისტრად, 32-ში დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, სალაზარი გახდა ყველაზე გავლენიანი ადამიანი პატარა პორტუგალიაში. შეიძლება ითქვას, რომ აი 32 წლიდან იწყება ათვლა მისი მმართველობის პორტუგალიაში. მისი ავტორიტარული მმართველობის. იცით ამ ეპიზოდს რომ ვამზადებდი და ბევრს როგორც ყოველთვის ვკითხულობდი სალაზარზე, ვუყურებდი ფილმებს, ვუსმენდი რაღაცა გარკვეულ პოდკასტებს, სულ ფიქრობდი რომ აი რამდენად სამართლიანია ეხა ამ ადამიანს დიქტატორს რომ ვეძახით. ეხა ჩვენ საუბრობთ 30-იან წლებზე, ხო, როდესაც სალაზარი უკვე გახდა პრემიერ-მინისტრი. ეს არის წლები, როდესაც ევროპაში ხელისუფლებაში მოდიან ისეთი ადამიანები, როგორიც იყო ჰიტლერი, სტალინი, მუსოლინი, ფრანკო, რო შევადაროთ და ამაზე ვისაუბრებთ დღეს რა ხდებოდა პორტუგალიაში სალაზარის მმართველობის დროს, მაგრამ თუმცა შეიძლება შედარება არ არის ხოლმე რელევანტური. ცალკე უნდა შეხედო ქვეყანას და რა ხდებოდა და აბა ხალხს ვკითხოთ რას ფიქრობს. თუმცა ხალხი რას ფიქრობს, ამაზეც გეტყვით, საინტერესოა დღეს ხალხი რას ფიქრობს სალაზარზე. მოკლედ, მაინც რო შევადაროთ, ხო, განუზომლად სხვა პოზიციაზე და სხვა საფეხურზე იდგა სალაზარი საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე ზოგადად რას აკეთებდა და რა ხდებოდა პორტუგალიაში და ნამდვილად ძალიან რთულია შეადარო ეს ადამიანი, ეს ავტორიტარული ლიდერი, ნამდვილად იგივე სტალინს, ან ჰიტლერს, ან მუსოლინის, ფრანკოს და სხვაებს, ვინც იქამდე იყო და მის მერეც იყო. სხვათა შორის ითვლება, რომ ყველაზე დიდხანს მართავდა
სალაზარი ქვეყანას, როგორც ავტორიტარული ლიდერი, მაგრამ მაინც გააჩნია რომელი წლიდან ვიღებთ. უფრო დიდხანს მასზე, ესე რომ დავთვალოთ, ალბათ მართავდა ალბანეთის დიქტატორი ენვერ ხოჯა, კომუნისტური დიქტატორი. მოდით დავუბრუნდეთ სალაზარს და მოვყვეთ, როგორ დაიწყო მან თავისი საქმიანობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ზოგადად რას აკეთებდა და რატომ მიიღო ეს წოდება დიქტატორის, ხო? უკვე 1933 წელს, ანუ გაპრემიერების შემდეგ ერთ წელიწადში, პორტუგალიაში მიიღეს ახალი კონსტიტუცია. და ახალ კონსტიტუციაში ჩაიდო კონცეფცია, რომლის ავტორიც იყო ანტონიუ დე სალაზარი. ამ კონცეფციას ერქვა Estado Novo, რაც ნიშნავს ახალ სახელმწიფოს. ეს რას ნიშნავდა ეს ახალი სახელმწიფო? აი, ახალი სახელმწიფოს კონცეფცია იყო დამყარებული ძალიან მკაც კონტროლზე მთელს საზოგადოებაზე. ზოგადად, აი, არაერთ წყაროში წამიკითხავს მე, რომ იქიდან გამომდინარე, რასაც ამბობდა თვითონ სალაზარი, რომ სალაზარი თვლიდა, რომ საზოგადოებას არ უნდა კონდეს უფლება თვითონ აირჩიოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, აი ეს რაღაცა დემოკრატიული ფასეულობები, არ ვიცი, შეიძლება ბევრი გაიზიარებს ამ მოსაზრებას. არ არის საჭირო და როგორც თვითონ ამბობდა, ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ უნარი და აქედან გამომდინარე არც უნდა კონდეთ უფლება, რომ მიიღონ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ანუ ხალხმა, რასაც გულისხმობს დემოკრატია, ხო, ხალხის მმართველობა. ხალხმა ქვეყნის მმართველობაში საერთოდ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. არიან მმართველები და ისინი გადაწყვეტავენ როგორ და რა არის. ძალიან მკაცრი კონტროლი. გარდა ამისა, ახლა მიდის უკვე საიდანსაიდკენ მივდივარ, რატომ იყო ავტორიტარული ლიდერი თუ დიქტატორი. აიგრძალა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტია. არ არის საჭირო, არის ერთი და მმართველი პარტია, სავსებით საკმარისია. ჩვენ თვითონ მართავთ, ვაკონტროლებთ და გადასარევად მიდის საქმე. და ეკონომიკურად მართლაც მიდიოდა კარგად საქმე. რა ვიცი, აი სტალინის დროინდელ რაღაც პერიოდებს რო იხსენებე, გადასარევად მიდიოდა საქმე, მაგრამ ახლა სალაზარი სტალინთან რა მოსატანია. კარგი, აიგრძალა დამოუკიდებელი პროფკავშირები, ეს ასევე ხალხის რაღაცა გაერთიანებები და კავშირები არ არის საჭირო. გაფიცვები საერთოდ აიგრძალა. ხო გახსოვთ, 158 გაფიცვა რო იყო 16 წლის განმავლობაში, რა სისულელეა ახლა თქვენ ახლა დააყენებთ რაღაცა პირობებს და ჩვენ უნდა შევასრულოთ, არავითარ შემთხვევაში, არანაირი გაფიცვები. გარდა ამისა, ქვეყანაში შეიქმნა საიდუმლო პოლიცია, რომელსაც ერქვა PID, რომელიც უთვალთვალებდა არ ვიცი რაღაცნაირად დარჩენილ ოპოზიციონერებს, ან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს. რაც შეეხება იმას თუ, რეპრესიებს, მოდით ესე ვთქვათ, იყო რეპრესიები ნამდვილად, არსებობს სტატისტიკა, რომ მთლიანობაში მთელი, რა ვიცი, 40 წელზე მეტი, ამ პერიოდის განმავლობაში 30,000 ადამიანი გახდა ამ რეჟიმის მსხვერპლი. მაგრამ უნდა აღნიშნოთ, რომ სიკვდილით დასჯა პორტუგალიაში არ არსებობდა. თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერდნენ ციხეში და გარდა ამისა არსებობდა საკონცენტრაციო ბანაკი კაბო ვერდეზე, აი ამ კუნძულოვან შემდეგ უკვე სახელმწიფოში, მაგრამ იმ პერიოდში კაბო ვერდე იყო პორტუგალიის კოლონია. მოგეხსენებათ, პორტუგალიას თავის დროზე ბევრი კოლონია ჰქონდა, მაგრამ იმ წლებში, როდესაც სალაზარი მართავდა პორტუგალიას, ქვეყანას ჯერ კიდევ ჰქონდა კოლონიები იგივე ჩინეთში, ინდოეთში, აფრიკის კონტინენტზე. კაბო ვერდეზე, აი ამ არქიპელაგზე, ერთ-ერთ კუნძულზე იყო საკონცენტრაციო ბანაკი, რომელსაც ერქვა ტარაფალი. აი ამ ტარაფალში აგზავნიდნენ ადამიანებს, რომლებსაც ასამართლებდნენ ძირითადად, მოდით პირდაპირ ვთქვათ, პოლიტიკური ნიშნით. მეორე სტატისტიკა მეტყველებს, კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი, მეტყველებს იმაზე, რომ აი სიკვდილით, კი არ დასაჯეს ახლა ოფიციალურად, მაგრამ
30,000 მთლიანობაში ითვლება, ვინც ციხეში იჯდა, რეპრესირებული იყო, რა ვიცი, მათი ოჯახის წევრები, სხვა რაღაცა შეზღუდვები ჰქონდათ, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რამდენი მოკლა რეჟიმმა, მოდით ესე ვთქვათ, აქ საუბარია 60 ადამიანზე. კიდევ ერთხელ არ გეგონოთ, რომ მე რაღაც ნიველირებას ვახდენ 60 ერთი ადამიანის სიცოცხლე ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად, მაგრამ სულ კიდევ ერთხელ რო ვამზადებდი ამ პოდკასტს, ხო, სულ ვფიქრობდი, რომ რა პერიოდზე ვსაუბრობთ, იქ მუსოლინი, სტალინი, ჰიტლერი, რა ვიცი, არ ვიცი. კიდევ ერთი მიმართულება ამ ესტადო ნოვოს კონცეფციის, ახალი სახელმწიფოს კონცეფციის და ამას ეგრევე გამოიცნობთ, ეს არის ოჯახური ფასეულობები. ხო, ხშირად მოწონთ ხოლმე ავტორიტარულ მმართველებს, აი ამ ოჯახურ ფასეულობებზე აპელირება და შეხსენება. არაფერი ცუდი არ არის ოჯახურ ფასეულობებში და რაღაც არ ვიცი, ამაში ოჯახში, მაგრამ ამის ექსპლუატაცია როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტის ნამდვილად არ არის კარგი. მაგრამ ამასთანავე იქედან გამომდინარე, რომ სალაზარი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და სალაზარამდე, აი იმ ავადხსენებულ 16 წელიწადში, 10-დან 26-მდე, იყო ეკლესიის შევიწროვებაც. მაშინ მათაც მღვდლებს ავიწროვებდნენ, აი სალაზარმა დაუბრუნა ეკლესიას, კათოლიკურ ეკლესიას და უმრავლესობა პორტუგალიაში იყვნენ და არიან კათოლიკები, თავისი, ესე იგი, პირვანდელი სახე. და აქედან გამომდინარე, რომ აი ესეთი ღრმად მორწმუნე ადამიანი კათოლიკე იყო, აქედან გამომდინარე, ბევრს საუბრობდა აი ამ ფასეულობებზე, ოჯახურ ფასეულობებზე, უფრო მეტიც მან მისია ესეთი მთავარი ლოზუნგი იყო, ამას ხშირად ამბობდა, თუმცა ხშირად არ გამოდიოდა, აი ბევრი საჯარო გამოსვლა ნამდვილად არ ჰქონდა. უფრო მეტიც არც მოგზაურობდა, ეხლა იმ პერიოდში ბევრი კოლონია ჰქონდა პორტუგალიას, არც ერთ კოლონიაში არ იყო ნამყოფ. ერთადერთი სადაც დადიოდა რამდენჯერმე იყო ნამყოფი ესპანეთში, იმიტომ რომ იქ თავის მეგობარ ფრანცისკო ფრანკოსთან მიდიოდა, ძალიან მეგობრობდნენ ფრანკო და სალაზარი. მოკლედ, აი ამ ლოზუნგს რო დაუბრუნდეთ, ლოზუნგი იყო ღმერთი, მამული, ანუ სარწმუნოება, მამული და ოჯახი. აი სამი, ესე იგი, ძირითადი პოსტულატი, რაზედაც უნდა ემყარებოდეს ესტადო ნოვოს მთელი კონცეფცია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, ქვეყანაში რეპრესიებიც იყო, მუშაობდა ფიდე, აი საიდუმლო პოლიცია, ოპონენტებს იჭერდნენ ციხეში სვამდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის ხდება, არ არის ესე, რომ ძალიან მკაცრ დიქტატურებშიც კი ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს. და სალაზარსაც ბუნებრივია ყავდა თავისი სერიოზული ოპონენტები და უფრო მეტიც 1927 წელს, ანუ გაპრემიერებიდან 5 წელიწადში სალაზარზე მოხდა თავდასხმა. მაშინ ანარქისტმა, რომლის სახელიც იყო ცოტა რთული, აი მე მაგალითად გამიჭირდა აი პორტუგალიური სახელების დამახსოვრება. როდის გიხდით ამის გამო. ემიდიო სანტანა როგორ ვერ დავიმახსოვრებ, სანტანა რაღაც სირთულე იყო, მაგრამ ანარქისტი ემიდიო სანტანამ ესროლა ბომბი მანქანას, რომლითაც გადაადგილდებოდა სალაზარი, მესაზე მიდიოდა ეკლესიაში, მაგრამ სალაზარი გადარჩა, ბომბი აფეთქდა ქუჩაში, მანქანას არ მოხდა და სალაზარი გადარჩა. ამის მერე, როგორც ბუნებრივია ხდება ხოლმე, რეპრესიები უფრო და უფრო გამკაცრდა. რაც შეეხება სალაზარის ცხოვრების წესს, აი, როგორი ადამიანი იყო, ცოტა რაღაცა მოგიყევით, ხო? ესეთი ჩუმი, მშვიდი, მორწმუნე, ოცულობდა ბევრს კითხულობდა, არ უყვარდა საჯარო გამოსვლები, მოგზაურობა არ მოწონდა. ძალიან მოგზალებულად ცხოვრობდა თავიდან ჯერ კიდევ უკვე გახდა პრემიერ-მინისტრი, ქირაობდა ბინას ლისაბონში. შემდეგ
ვერ გეტყვით ზუსტად ეს აი ამ თავდასხმასთან იყო დაკავშირებული თუ არა, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ გადავიდა უკვე რეზიდენციაში, სადაც ცხოვრობდა მხოლოდ ერთ სართულზე, მეორე სართულზე. საინტერესო მომენტი კომუნალურ გადასახადებს თვითონ იხდიდა, ხო. ცხოვრობდა მარტო, სალაზარს არ ყოლია ცოლი, არ ყოლია ოჯახი, შვილები, მთელი ცხოვრება ის მარტო გაატარა, მაგრამ ყავდა დონა მარია. ქალი, რომელიც ჯერ კიდევ იმ წლებში, როდესაც სალაზარი ასწავლიდა კოიმბრის უნივერსიტეტში, მას სადილებს უმზადებდა, ანუ ახალგაზრდობიდან იცნობდა და შემდეგ უკვე, როდესაც სალაზარი ჩამოვიდა ლისაბონში, დონა მარია დე ჟიზეო ჩამოიყვანა ლისაბონში და უკვე დონა მარია გახდა სალაზარის ასისტენტი, მდივანი, აი შეუცვლელი ადამიანი. ყველაფერს აკეთებდა დონა მარია და როგორც ხდება ხოლმე, ვიცნობთ ჩვენ ესეთ ადამიანებს, ვისაც თავისი დონა მარიები ყავთ, რაღაც მართველებს. დონა მარია წლების მერე ძალიან გავლენიანი ადამიანი გახდა, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში დონა მარია წყვეტდა, ვინ უნდა შესულიყო შეხვედრაზე სალაზართან, ვის არ უშვებდა. აი ესეთი აი ხო არიან ხოლმე, ხო. მე მაგალითად ვიცნობდი და ვიცნობ ესეთ დონა მარიებს ქართულ რეალობაშიც. მოკლედ დონა მარია, აი დონა მარია მთელი ცხოვრება დონა მარიამ გაატარა სალაზართან ერთად. ცხოვრობდა თვითონ სალაზარი ბევრს მუშაობდა, მისი ბიოგრაფები წერენ, რომ დღეში 14-16 საათს მუშაობდა. აი ესე მოგძალებულად ცხოვრობდა, არ გამოდიოდა ხშირად, აი ხალხში იმიტომაც არის ესეთი განსხვავება მას შორის და იმდროინდელ დიქტატორებს შორის, ხო? ახლა გაიხსენეთ ჰიტლერი, სტალინი, ფრანკო, მუსოლინის ძალიან ცნობილი აივანი რომში, ხო? აი ეს გამოსვლები ჰიტლერზე და სტალინზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ხო? ეს კულტი, მათი როგორ იქმნებოდა, აი მათი ურთიერთობა აი ამ ხალხთან და თავის საზოგადოებასთან, ერთან, ხო, სალაზარისთვის ეს ძალიან შორს იყო მისგან, ეს არ მოწონდა, არ აინტერესებდა, მოწონდა სიჩუმე, თავისი კაბინეტი, მუშაობდა, ესე ცხოვრობდა. ამასობაში იწყება მეორე მსოფლიო ომი 39 წელს. და იქამდე, როგორც გითხარით, ჯერ ეს ერთი რაც შეეხება პორტუგალიის ისტორიას, მოკლედ ჩანაც გავაკეთებ, როგორც გითხარით, პირველი მსოფლიო ომის დროს პორტუგალიამ თავიდან გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, შემდეგ კი იბრძოდა ანტანტის მხარეს. მაგრამ რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომამდე ბოდიში, რა დავემართა, 36 წელს, როდესაც ესპანეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, სალაზარმა აი თავისი მეგობრობიდან გამომდინარე დიქტატორ ფრანკოსთან ძალიან მეგობრობდნენ. შემდეგ უკვე ძალიან მოხუცები რო იყვნენ, მე სიკვდილის მერეც კარიკატურები იხატებოდა ორივეზე, ესე მოხუცებული კაცები თუ ვიპოვით, იქნება ეს კარიკატურაც აუცილებლად. მოკლედ 36-ში სალაზარმა მთელი ბრიგადა პორტუგალიელი სამხედროების გააგზავნა ესპანეთში, რათა ებრძოლათ ფრანკოს მხარეს, მაგრამ იწყება მეორე მსოფლიო ომი და პორტუგალიამ ისევ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. ეს ძალიან რთული დიპლომატიური თამაში იყო, სხვათა შორის უნდა ვაღიაროთ, რადგან პორტუგალიას ჰქონდა ძალიან კარგი მოკავშირე ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან. ორი ქვეყანა მეგობრობდნენ, ვაჭრობდნენ, მაგრამ ამასთანავე ომის დროს პორტუგალია ვაჭრობდა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ნაცისტურ გერმანიასთან. და მთავარი ნედლეული, რომელსაც ყიდდა პორტუგალია იმ წლებში, იყო ვოლფრამი. ვოლფრამის დიდი საბადოები არსებობდა პორტუგალიაში და ვოლფრამი მოგეხსენებათ არის ნედლეული, რომელიც გამოიყენება სამხედრო ინდუსტრიაში. და აი რთული თამაში იყო. გერმანიასაც აწვდიდა ვოლფრამს და დიდ ბრიტანეთსაც ორ საპირისპირო, ესე ვთქვათ, ქვეყანას
მეორე მსოფლიო ომის დროს. უფრო მოგვიანებით პორტუგალიამ მოკავშირეებს, ანუ დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, აზორის კუნძულებზე ბაზების გამოყენების უფლება მისცა, რამაც მათ ატლანტიკაში გერმანული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაეხმარა. ანუ მაინც აქეთკენ იყვნენ, ეხმარებოდნენ მოკავშირეებს. ისიც უნდა აღინიშნოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პორტუგალიამ მისცა საშუალება 10,000-ობით ებრაელს, რომ ქვეყნის ტერიტორიის გავლით გაქცეულიყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 10,000-ობით ებრაელი გადარჩა იმის გამო, რომ ნეიტრალურმა პორტუგალიამ გახსნა ბევრი მათგანისთვის საზღვრები და მისცა საშუალება, რომ გაქცეულიყვნენ. ერთ-ერთი ვინც მე ვიცი, იყო ესეთი მხატვარი მარკ შაგალი, რუსი ებრაელი, არის ჩვეულებრივი მხატვარი და შეიძლება ითქვას, რომ ესე გადარჩა. უკვე 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის პრაქტიკულად მიწურულს პორტუგალიამ მოაწერა ხელი პაქტს ანტიჰიტლერულ კოალიციასთან მოკავშირეობაზე და ომის დამთავრებიდან 5 წელიწადში 59 წელს პორტუგალია გახდა ჩრდილოეთ ალიანსის წევრი, ნატოს წევრი. მიუხედავად აი ამ საგარეო რაღაცა სიფრთხილისა, რეჟიმი ქვეყნის შიგნით რჩებოდა ძალიან მკაცრი, ოპოზიციური პოლიტიკოსები, ლიბერალები, კომუნისტები, ყველა ბევრი მათგანი იყო რეპრესირებული, ისევ და ისევ იჭერდნენ, იშვებდნენ ესე იგი გადასახლებაში, ციხეებში, ზოგი აი ამ საკონცენტრაციო ბანაკში. ცენზურაც იყო ძალიან მკაცრი, ცენზურა, რომელიც ვრცელდებოდა როგორც მედიაზე, ასევე ლიტერატურაზე, მუსიკაზეც კი. აი პორტუგალიაში სალაზარის მმართველობის დროს ზოგი მუსიკალური ნაწარმოების სიმღერა იყო აკრძალული. აი ჩვეულებრივი ამბავი, რაც ხდება ხოლმე დიქტატორულ, ავტორიტარულ რეჟიმებში, ხო? გრძალავენ, ეს ყოველთვის ეხება ხელოვნებასაც, არა მარტო მედიას, არა მარტო პრესას. საინტერესო ეტაპი პორტუგალიის ცხოვრებაში და სალაზარის, ესე ვთქვათ, მმართველობაში იწყება უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ 50-იანი წლები ეს არის დიდი კოლონიალური გადანაწილების პერიოდი ევროპაში. ძველი იმპერიები შეიძლება ითქვას, რომ კარგავენ ან აძლევენ საშუალებას თავის კოლონიებს, რომ მიიღონ დამოუკიდებლობა. პორტუგალიასაც, როგორც გითხარით, იმ პერიოდისთვისაც დარჩენილი ჰქონდა რამდენიმე კოლონია. აფრიკის კონტინენტზე, ინდოეთში, მაკაო, ჩინეთში. მაგრამ აი აქ სალაზარმა გამოიჩინა ძალიან ისეთი მკაცრი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ხალხს, ჩვეულებრივ ხალხს, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მართოს და პროცესების სათავეში იყოს ქვეყნის მართვის, ხო, გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ხალხს არ უნდა ჰქონდეს. პრაქტიკულად აი ესეთივე პოზიცია ჰქონდა კოლონიებთან დაკავშირებით. თვლიდა, რომ არავითარ შემთხვევაში პორტუგალიამ არ უნდა დათმოს თავისი კოლონიები. უფრო მეტიც ის არაერთ სტატიების წერა უფრო უყვარდა, ვიდრე საჯარო გამოსვლები, როგორც გითხარით. სტატიაში წერდა და ზოგადად ამბობდა, რომ პორტუგალიამ, როგორც დიდმა იმპერიამ, ოდესღაც, ბევრად უკეთესად იცის, როგორ უნდა მართოს ეს ტერიტორიები, თავისი კოლონიები, ვიდრე ის ხალხი, რომელიც დასახლებულია ამ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ჰიტლერისგან, მუსოლინისგან, იგივე სტალინისგან განსხვავებით, მისი ზოგადი იდეოლოგია, კონცეფცია ძალიან შორს იყო ნაციონალისტური და მით უმეტეს რასობრივი, აი რაღაცა ამ შეზღუდვების და კომპონენტებისგან, მაინც აი
აქ იყო ეს მომენტი, რომ აი კოლონიებში დასახლებული, აი ამ ტერიტორიებზე დასახლებულმა ხალხმა ნამდვილად არ იცის, როგორ უნდა მართოს და რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი, მაგრამ სამყარო იცვლებოდა. ამაშია საქმე, რომ ძალიან ხშირად პოლიტიკოსები აი ალღოს ვერ უღებენ იმ პროცესებს, რომელიც მათ ირგვლივ ხდება და 50-იანი, 60-იანი წლები ეს არის პერიოდი, როდესაც მთელ მსოფლიოში მიდის ეს სერიოზული, დიდი, მნიშვნელოვანი პროცესი და სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა კონტინენტზე ქვეყნები იბრუნებენ და იძენენ დამოუკიდებლობას ყოფილი იმპერიებისგან. მაგრამ სალაზარი ძალიან მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალია უკვე 1961 წელს იწყებს კოლონიალურ ომებს. პირველი ომი დაიწყო 1961 წლის მარტში ანგოლაში, აფრიკაში. მაშინ ანგოლელმა მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს თუ თავს დაესხნენ უფრო სწორედ პორტუგალიურ ადმინისტრაციულ ცენტრებს და პლანტაციებს, აი ესე დაიწყო ეს კონფლიქტი, როგორც ხდება ხოლმე, პატრა კონფლიქტიდან შემდეგ გადადის დიდ სამხედრო კონფლიქტში, ომში. შემდეგ პირველი აი რამდენიმე დღის განმავლობაში იქ იყო პერიოდი, როდესაც მათ გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ, ისინი იჭერდნენ, ესე იგი, ძველ კოლონიალისტებს და კლავდნენ, სიკვდილით ჯიდნენ, მაგრამ ნუ ყველაფერი მალევე კი არ დასრულდა სამწუხაროდ, არამედ გადაიზარდა უკვე სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში, როდესაც პორტუგალიამ შეიყვანა თავისი ჯარი. მოკლედ გეტყვით, ომები მიმდინარეობდა ანგოლაში, მოზამბიკში და პორტუგალიურ გვინეაში, გვინეა-ბისაუში. არ იყო მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას ბუნებრივია, მაინც ჰქონდა სამხედრო უპირატესობა, მაინც ჯარისკაცები, ჯარი ყავდათ გაწვრთნილი მეტნაკლებად, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ პორტუგალიელებს აფრიკის კონტინენტზე პარტიზანებთან, იმიტომ რომ იქ დაიწყო სერიოზული პარტიზანული ომი და ზოგადად მეამბოხეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ომის წარმოება. გახსოვთ ერთ-ერთ ეპიზოდში მე გიყვებოდით ვიეტნამის ომზე. ფოტოზე გიყვებოდით, მაგრამ ვიეტნამის ომზეც მოგიყევით და აი როგორც ამერიკელებს, რომლებსაც ბუნებრივია ძალიან დიდი სამხედრო უპირატესობა ჰქონდათ ვიეტნამელებთან შედარებით, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ იმ ტერიტორიაზე ომის წარმოება, ჯუნგლებში. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად იგივე სიტუაცია მივიღეთ აი ამ კოლონიალური ომების დროსაც. პორტუგალიაზე, როდესაც საუბრობთ, რადგან იქაც ძირითადად ბრძოლები მიმდინარეობდა ჯუნგლებში, მძიმე კლიმატში და ადგილობრივ მეამბოხეებს, ჯარისკაცებს ამ თვალსაზრისით უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ პორტუგალიელებთან. გარდა ამისა, ქვეყნისთვის, პორტუგალიისთვის ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა, იმიტომ რომ ფინანსები, ნებისმიერი ომი ნიშნავს დამატებით ფინანსებს და ხარჯებს, რაც პორტუგალია კი მეტნაკლებად კარგად და ძლიერად გრძნობდა თავს. სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც, აი ვოლფრამის გაყიდვის ხარჯზე, მაგრამ ბიუჯეტის 40% იმ პერიოდში, აი 61 წლიდან იხარჯებოდა ომის წარმოებაზე. მეორე, ანუ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან სერიოზული წნეხი იყო ბიუჯეტისთვის და სახელმწიფო ფინანსებს. მეორე, ეს იყო მე ვიტყოდი ფსიქოლოგიური, აი განწყობითი ფაქტორი საზოგადოებაში. ახალგაზრდა პორტუგალიელ მამაკაცებს საერთოდ არ უნდათ წასვლა ომში, აფრიკაში და იქ დაუბრუნდეს ბევრ შემთხვევაში. ამიტომ ომი ძალიან არაპოპულარული ამბავი იყო პორტუგალიელებისთვის და პორტუგალიის საზოგადოებისთვის. მთლიანობაში, მაი რომ მოკლე ესეთ სტატისტიკური მონაცემებიც რომ მოვიყვანოთ, უკვე 70-იანი წლების დასაწყისისთვის აფრიკის კონტინენტზე იმყოფებოდა 150,000 პორტუგალიელი ჯარისკაცი.
კიდევ ერთი ისეთ მძიმე სტატისტიკა, აი ამ ომების დროს, კიდევ ერთხელ რომელიც 61-დან 74 წლამდე მიმდინარეობდა, დაიღუპა 8-დან 10,000-მდე პორტუგალიელი ჯარისკაცი, მაგრამ ამასთანავე 10,000-ობით აფრიკელი, ადგილობრივი მოსახლე აი ამ სამი ქვეყნის. ჩვენი კიდე მივალთ იქამდე, მაგრამ ყველაფერი მაინც დასრულდება იმით, რომ პორტუგალია წააგებს ამ ომებს და ყველა ის ყოფილი ტერიტორია, რომელიც ყოფილი კოლონია პორტუგალიის მაინც მიიღებს დამოუკიდებლობას. აი ესე ჩვენ მივედით 61 წელს დაიწყო კოლონიალური ომები, სალაზარი ისევ და ისევ არის ისეთი ძლიერი, მკაცრი, მაგრამ ჩუმი და მოგზალებული პრემიერ-მინისტრი. ომი არ არის პოპულარული ამბავი პორტუგალიაში, მაგრამ რეჟიმი რჩება ძალიან მკაცრად. და ესე მივედით 68 წლამდე. და აი აქ იწყება ის ამბავი, ალბათ რის გამოც მე გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ ანტონიო დი ოლივეირა სალაზარის ისტორია. იმიტომ რომ ეს უკვე არის მართლა, მე ვიტყოდი ისეთი სურეალისტური ამბავი. აქ გავაკეთებ პატარა პაუზას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხარდამჭერი არის Xavi Coffee Roasters, მადლობა მათ გემრიელი და კარგი ყავისთვის. და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, დაგვიჭიროთ მხარი Patreon-ზე, ვისაც აქვს ამის საშუალება. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენთაგაც. აი არ მინდა რომ ეს სულ რაღაცა უკვე დაამთავროს ამაგაცოს, რამდენს ლაპარაკობს ამ დახმარებაზე, მაგრამ თქვენზე ვართ ჩვენ დამოკიდებული, ამიტომ გთხოვთ რომ გახდეთ ჩვენი მეგობრები. ხო? მადლობა ამისთვის ყველას და კიდევ პატარა შეხსენება სტუდია 64-ზე, რომელიც სთავაზობს კლიენტებს, მომავალ კლიენტებს კრეატიული კონტენტის შექმნას, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით დაგვიკავშირდით, აღწერაში არის ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი, დაგვიკავშირდით და მოდით ვისაუბროთ ისეთ თანამშრომლობაზე, ძალიან გაგვეხარდება თუ ეს თანამშრომლობა შედგება. მადლობა, უბრუნდებით ანტონიო დი ოლივეირა სალაზარს და 1968 წლის ზაფხულს. მას ასე 1968 წლის ზაფხული. სალაზარი ისვენებს აგარაკზე, თავის ქალაქარე რეზიდენციაში და მასთან მივიდა მისი ერთ-ერთი პირადი ექიმი, რომლის სახელიც იყო აუგუსტო ჰილარიო, რომელიც პოლიტიკოს ფეხებს მკურნალობდა. ანუ იმ დროს სალაზარი უკვე იყო 79 წლის. და ფეხებზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ჰილარიო ეხმარებოდა, ესე იგი, მკურნალობდა ფეხებზე. ჰილარიო მივიდა, შეხვდა სალაზარს და აი ამ პროცედურების დროს სალაზარი ჯდებოდა ხოლმე სავარძელში. აი მომენტში, იმ დღეს სალაზარმა ვერ გათვალა მანძილი სავარძლამდე და მთელი ძალით დაეცა იატაკზე და დაარტყა თავი. მაგრამ გონება არ დაუკარგავს, ეგრევე რაღაც ნორმალურად იყო, ჰილარიო ძალიან შეწუხდა, ამ ყვირილზე, ვერანდაზე შემოვარდა დონა მარია, რა ხდება, მაგრამ სალაზარმა თქვა, რომ არა უშავს რაღაც თავი დავარტყიო, არანაირი პრობლემა არ არის. ჰილარიომ ჩაატარა ეს პროცედურა და წავიდა. რამდენიმე დღეში რეზიდენციაში მას ესტუმრა მეორე პირადი ექიმი, დოქტორი კოელიო, რომელმაც ასევე შეამოწმა პაციენტი. არაფერი ისეთი არ აღმოუჩენია და როგორც აღმოჩნდა შემდეგ სალაზარი უმალავდა თავის ახლობლებს, ექიმებსაც და დონა მარიასაც, რომ თავის ტკივილი აწუხებდა. კოელიო მიდის, სალაზარი კი კიდე ერთ-ორ დღეში უკვე ამბობს, რომ ნამდვილად ძალიან აწუხებს თავის ტკივილი.
უკვე 68 წლის 3 სექტემბერს, როდესაც სალაზარი ესწრებოდა მთავრობის ხდომას, მას ლაპარაკიც უჭირდა, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა და თითქმის დაკარგა გონება, ამიტომ მთავრობის ხდომიდან იგი პირდაპირ გადაიყვანეს წითელი ჯვრის საავადმყოფოში. აი იქ უკვე ექიმებმა და გავიდა გარკვეული პერიოდი პირველი დაცემის შემდეგ, რომელიც იყო მიზეზი იმისა, რაც მოხდა. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სალაზარს ჰქონდა ინსულტი, ანუ სისხლის ჩაქცევა ტვინში. გაუკეთეს ოპერაცია, ძალიან რთული ოპერაცია, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ირონია იცით რაშია, რომ ბედის ირონია, რომ ეს ოპერაცია სალაზარს გაუკეთა ცნობილმა ექიმმა, მაგრამ ადამიანმა, რომელიც აკრიტიკებდა სალაზარს, რომელსაც სალაზარი სასტიკად არ მოწონდა, დოქტორ ალვარო დე ატაიდემ, მაგრამ დოქტორი ალვარო დე ატაიდე კარგი ექიმი იყო, ამიტომ ოპერაცია ნამდვილად კარგად ჩატარდა, მაგრამ მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. იმდენად მძიმე, რომ მთავრობის სხვა წევრებმა და ქვეყნის პრეზიდენტმა და მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ამერიკო ტომაში და როგორც გითხარით, პრეზიდენტს არ ჰქონდა ისეთი ძალაუფლება, როგორც პრემიერ-მინისტრს, მაგრამ აი ამ სხდომას და სახელმწიფო საბჭოს სხდომას იგი ხელმძღვანელობდა. უკვე მთავრობის წევრები საუბრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, როგორ უნდა ემოქმედათ, სალაზარი კი იყო ცოცხალი, მაგრამ პრინციპში ფიქრობდნენ და ექიმებიც ამას ეუბნებოდნენ, რომ ალბათ ეს იყო პოლიტიკოსის, ლიდერის ბოლო დღეები. ამიტომ ამ სახელმწიფო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ სალაზარი აღარ დაბრუნდებოდა და ვეღარ შეასრულებდა თავის მოვალეობას პრემიერ-მინისტრის რანგში. ამიტომ სახელმწიფო საბჭოს ხდომაზე მთავრობის წევრებმა და პრეზიდენტმა ტომაშმა მიიღეს გადაწყვეტილება შესთავაზონ პრემიერ-მინისტრის პოსტი მარჩელო გაეტანოს, ის დათანხმდა და გახდა ახალი პრემიერ-მინისტრი. შეიძლება ითქვას, რომ სალაზარის ერა პორტუგალიაში დასრულდა. უკვე 1968 წლის 26 სექტემბერს ტომაშმა მიმართა საზოგადოებას რადიოთი და ტელევიზიით და გამოაცხადა, რომ ანტონიუ დე სალაზარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას და ახალი პრემიერი გახდა გაეტანო. თვითონ გაეტანომ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ აქამდე პორტუგალიას მართავდა გენიალური ადამიანი, დღეიდან კი ქვეყნის სათავეში იქნება მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები. პირველ თვეებში, ეს არის 68 წლის სექტემბრის ბოლო და პირველ თვეებში, პირველ 3-4 თვის განმავლობაში, გაეტანო ცდილობდა გარკვეული რეფორმების გატარებას. გარკვეული ეკონომიკური რეფორმებიც გაატარეს, ოდნავ შეამსუბუქეს, შეამცირეს რეპრესიები, რაღაცა გარკვეული ზომიერი ლიბერალური ზომებიც მიიღეს, დაიწყო უფრო აქტიური ვაჭრობა ევროპის სხვა ქვეყნებთან, დაუშვეს უცხოური ინვესტიციები სხვა ევროპული ქვეყნებიდან, რაღაცა მცდელობები იყო, მაგრამ მთლიანობაში ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აი რეჟიმი ძალიან მკვეთრად შეიცვალა და ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა ქვეყანაში. ნამდვილად არა. და აი აქ უკვე 69 წლის თებერვალში ხდება კიდევ ერთი და ალბათ კიდევ უფრო საინტერესო ამბავი, რადგან სალაზარი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში და თავიდან ექიმები ფიქრობდნენ, რომ საუბარი იყო დღეებზე, შემდეგ კვირებზე, შემდეგ ეს გადავიდა თვეებში. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სალაზარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 1969 წლის 5 თებერვალს ადამიანი გამოწერეს საავადმყოფოდან.
გასაგებია, რომ სალაზარი არ იყო იმ მდგომარეობაში 79 წლის კაცი, რომელმაც გადაიტანა ინსულტი, უმძიმესი ოპერაცია ტვინზე, ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ გაეგრძელებინა სახელმწიფოებრივი საქმიანობა, მოღვაწეობა და ისევ გამختارიყო პრემიერ-მინისტრი. ნამდვილად არა, ჯერ ეს ერთი იყო ძალიან დასუსტებული, მას ჰქონდა პრობლემები მეტყველების პრობლემა, მეხსიერების რაღაცა ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ ცოცხალი იყო. ისევ შეიკრიბა სახელმწიფო საბჭო და აი იქ მთავრობის წევრებმა, ახალმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მიიღეს კიდევ უფრო საინტერესო გადაწყვეტილება. მათ გადაწყვიტეს, რომ არ უთხრან სალაზარს, რომ იგი აღარ არის პორტუგალიის ლიდერი, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი. ერთი წლის განმავლობაში სალაზარი იმყოფებოდა აბსოლუტურად სხვა, საკუთარ ისეთ ინდივიდუალურ, ვირტუალურ მე ვიტყოდი რეალობაში. მას ეგონა ის ცხოვრობდა თავის რეზიდენციაში. ეხლა როგორც გითხარით, საჯარო გამოსვლები და ბევრი მოგზაურობა ისედაც არ უყვარდა და არ მოწონდა, მაგრამ ეხლა ამ მდგომარეობაში ისედაც ვერ შეძლებდა ამას, ხო? მაგრამ ადამიანი დარწმუნებული, რომ ის ხელმძღვანელობს პორტუგალიის მთავრობას, დარწმუნებულია, მასთან მოდიოდნენ მინისტრები, განიხილავდნენ რაღაცა სახელმწიფოებრივ საკითხებს, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, უფრო მეტიც ხელს აწერდა რაღაცა დოკუმენტებს, განკარგულებებს და მას არწმუნებდნენ, რომ ეს ყველაფერი სრულდებოდა. ყველაზე ალბათ აბსურდული იყო ის, რომ სალაზარისთვის გამოსცემდნენ მისი საყვარელი გაზეთის, რომელსაც ერქვა Diario de Noticias, რადიოს და ტელევიზიას ისედაც არ უსმენდა სალაზარი, არ მოწონდა, მაგრამ გაზეთს რეგულარულად კითხულობდა. აი ამ გაზეთის რედაქტორმა აუგუშტუ დე კაშტრუმ, ბუნებრივია მთავრობის სხვა წევრებთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ყოველდღიურად გამოსცენ ამ გაზეთის ინდივიდუალური, სპეციალური ნომერი ბატონი სალაზარისთვის, რომელსაც აწვდიდნენ და იქ სალაზარი ეცნობოდა პორტუგალიის ახალ ამბებს. ძირითადად იქ იყო საუბარი იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ვითომ სალაზარი იღებდა მინისტრებთან საუბრის დროს. რაღაცა იყო ჩანახატები მისი ცხოვრებიდან. რაღაც საერთაშორისო პოლიტიკა, რაც პრინციპში შეიძლებოდა რომ ეთქვათ, მაგრამ მაგალითად აი ამ ინდივიდუალურ ნომერში გაზეთის გამოტოვეს 1969 წლის 20 ივლისის ყველაზე დიდი ახალი ამბავი, რომელზეც იმ დღეს წერდა მთელი მსოფლიო პრესა. ეს იყო ამბავი, რომელიც ეხებოდა ამერიკელების დაშვებას მთვარეზე. მოგეხსენებათ, რომ 1969 წლის 20 ივლისს ამერიკელი ასტრონავტები დაეშვნენ მთვარეზე, ამ მისიას ხელმძღვანელობდა ცნობილი ასტრონავტი ამერიკელი ნილ ამსტრონგი. ადამიანი, რომელმაც თქვა ეს ძალიან ცნობილი ფრაზა, one small step for man, one giant leap for mankind. ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის. აი ამის შესახებ, აი ამ პატარა ნაბიჯზე და გიგანტურ ნახტომზე სალაზარს არაფერი არ გაუგია. რატომ დაუმალეს? გეტყვით, უფრთხილდებოდნენ კაცს, იმიტომ რომ ზოგადად ამერიკელები არ მოწონდა სალაზარს, თვლიდა რომ ზედმეტად არ ვიცი, თავისუფლები იყვნენ და გარდა ამისა, საერთოდ არ აინტერესებდა კოსმოსი. თვლიდა რომ ეს არის რაღაცა სისულელე, როდესაც კაცობრიობა ფიქრობდა კოსმოსზე, გაგარინი გაფრინდა, აგერესენი დაეშვნენ მთვარეზე, არ აინტერესებდა, არ იყო ეს მისთვის მნიშვნელოვანი საინტერესო, უფრო მეტიც აკრიტიკებდა და საერთოდ თვლიდა რომ ქვეყანას რაღაც კოსმოსური პროგრამა არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ეხლა რატო უნდა ენერგიულებიდათ ეს ხანში შესული და ავადმყოფი ადამიანი, ამიტომ ეს ნიუსი გამოტოვეს.
და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი იყო ის, რომ თვითონ გაეტანომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა მისცა უფლება გაზეთის რედაქტორს, რომელიც ამზადებდა ამ ნომერს და გაზეთის რედაქტორი კარგად იცნობდა სალაზარს და მეგობრობდნენ კიდევაც. აი მისცა უფლება, რომ გაეკრიტიკებინა, გაეტანო რაღაცები, ისეთი დაეწერა. თავის დროზე გაეტანო იყო ლისაბონის უნივერსიტეტის რექტორი, ასევე პროფესორი. ვიცი, პორტუგალიელებს რაღაცა მქონდათ ეს ტრადიცია, პროფესორები და მეცნიერები მოეყვანათ ხელისუფლებაში. ერთ შემთხვევაში საინტერესო ამბავი გამოვიდა. მოკლედ, ესეც კრიტიკაც იყო გაეტანოსი, როგორც უნივერსიტეტის რექტორის, იმიტომ რომ იმაზე, რომ გაეტანო უკვე პრემიერ-მინისტრია, ამაზე საუბარი ნამდვილად არ იყო. 1979 წლის 28 აპრილს აღინიშნებოდა სალაზარის 80 წლისთავი, მაშინ პირველად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალაზარი აჩვენეს ტელევიზიით და ეს იყო უკვე ძალიან დასუსტებული, ავადმყოფი, ბებერი ადამიანი, რომელიც იჯდა სავარძელში, უჭირდა საუბარი, რაღაც რამდენიმე ფრაზა თქვა, ესე ენაცებმეოდა, მაგრამ მაინც აჩვენეს, მაგრამ ანუ გამოდის, რომ პორტუგალიის საზოგადოებას, ხალხს ესეთი ოფიციალური ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სალაზარი კი ცოცხალია, მაგრამ აღარ არის პრემიერ-მინისტრი. ავად არის და ვერ გაეტანო არის პრემიერ-მინისტრი და ამის შესახებ მხოლოდ ერთმა ადამიანმა არ იცოდა თვითონ სალაზარმა. რაც შეეხება დონა მარიას, იმასაც ისიც მთავრობის წევრებმა, ტომაშმა, სხვებმა დაარწმუნეს იმაში, რომ მისთვის და დონა მარია ისეთი, ესე იგი, ლოიალური იყო სალაზარის, რომ ოღონდ მას არ ენერვიულა, ამიტომ დაარწმუნეს იმაში, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა მისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის, რომ არ გაეგო რა ხდებოდა მის საყვარელ პორტუგალიაში. 1979 წლის ზაფხულში პორტუგალიაში ჩამოვიდა ფრანგი ჟურნალისტი, La Aurorას კორესპონდენტი, როლან ფორი, რომელსაც სალაზარი ადრე იცნობდა, მათ ჰქონდათ შეხვედრები და ფორს უნდოდა შეხვედრა სალაზართან და ამაში სხვათა შორის დაეხმარა ზუსტად დონა მარია, რომელიც ასევე იცნობდა ფორს, რომ და იცოდა, რომ სალაზარს გაუხარდებოდა ძველი ნაცნობის ნახვა. შეხვდნენ, ჟურნალისტი მივიდა მასთან ინტერვიუზე. სალაზარი საუბრობდა ფრანგულად მასთან და სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდნენ. მან იცოდა დეგოლის გადადგომის შესახებ, იცოდა პომპიდუს გაპრეზიდენტების შესახებ, იცოდა მოვლენებზე, რომელიც 1978 წელს მოხდა პრაღაში, ჩეხოსლოვაკიის, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში, როდესაც იქ შევიდნენ საბჭოთა ტანკები პრაღის გაზაფხულ. ხო, აი ამ ამბებზე, მაგრამ შემდეგ, როდესაც ფორი, რომელსაც არ იცოდა, რომ სალაზარმა არ იცოდა რა ხდებოდა, როდესაც დაიწყო რაღაცა შეკითხვების დასმა და ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა გაეტანოს პორტუგალიის ახალ პრეზიდენტს. სალაზარმა ამაზე უპასუხა. ის უნივერსიტეტში სამართლის სწავლებას აგრძელებს და ხანდახან წერს. სადაც ჩანს, რომ სადაც ჩემს იდეებზე ბუდიში თავის მოსაზრებებს მიზიარებს, მაგრამ ყოველთვის არ მიზიარებს იმას სინამდვილეში, რას ფიქრობს აი ამ ჩემს იდეებზე. ეთყობა გამბედაობა არ ყოფნის. თან მოვლენებზე ამბობს სალაზარი, გავლენის მოსახდენად, მოხდენისთვის მთავრობაში ყოფნა საჭირო. აი იქ ფორი დარწმუნდა იმაში, რაც ხდებოდა. აბსოლუტურად შოკირებული იყო ჟურნალისტი, არაფერი არ უთქვამს, ეხლა დონა მარიამ ალბათ დაუბზრება თვალები და გამოვიდა ინტერვიუდან, მივიდა სასტუმროში და როგორც შემდეგ თვითონ წერდა, მთელი ღამის განმავლობაში წერდა სტატიას. მეორე დღეს თუ რამდენიმე დღეში მისი გაზეთის ახალი ნომერი გამოვიდა რეკორდული ტირაჟით, 400,000 ეგზემპლარი გამოვიდა ამ გაზეთის
და პირველ გვერდზე იყო მისი ფორის სტატია სათაურით სალაზარი ფიქრობს, რომ ის კვლავ მართავს პორტუგალიას. ომბი აფეთქდა. ეს სტატია გადაბეჭდეს პორტუგალიულმა მედიებმაც, პორტუგალიაშიც გავრცელდა ეს ამბავი, თურმე რა ხდება და როგორც იხსენებდა შემდეგ დონა მარია ამერიკულ ტომაშს ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა, სურვილი, აი უკვე ბოლოსკენ რომ ეთქვა სალაზარისთვის სინამდვილეში რაში იყო საქმე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო ეს და ვერ უთხრა. მოკლედ ყველაფერი დასრულდა 1970 წლის ივლისში, როდესაც 13 ივლისს სალაზარს დაემართა თირკმლის ინფექცია, რომელიც შემდეგ გავრცელდა და უკვე 1970 წლის 27 ივლისს სალაზარი გარდაიცვალა. ნამდვილად გარდაიცვალა და შემდეგ დაკრძალეს. აი ესე დასრულდა ამ ადამიანის, ესე უცნაურად დასრულდა ამ ადამიანის მმართველობა, ისტორია. როგორც გითხარით, მე აი ამან დამაინტერესა დიქტატორი, რომელიც ორჯერ მოკვდა, დიქტატორი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომელმაც არ იცოდა, რომ აღარ არის ქვეყნის მმართველი, ხო? აი ესეთი უცნაური საინტერესო ისტორიაა. მაგრამ მე მინდა 2 სიტყვით შევეხო იმას, თუ რა ხდებოდა სალაზარის სიკვდილის შემდეგ. პარალელურად ეს არის 70 წელი, ისევ გრძელდება კოლონიალური ომები, პორტუგალია აწარმოებს და ეს ომები სულ უფრო და უფრო არაპოპულარულია პორტუგალიის საზოგადოებაში და განსაკუთრებით ჯარში. უკვე ჯარისკაცები, ოფიცრები ღიად გამოთქვამენ ამ უკმაყოფილებას. სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა, რისთვის ვომობთ, რისთვის ვაკეთებთ ამას და თან არის სხვა ძველი იმპერიების მაგალითები, არის მაგალითები, როდესაც უკვე ბევრმა ყოფილმა კოლონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამიტომ 70-იანი წლების დასაწყისში იქმნება ესეთი მოძრაობა, რომელსაც დაერქვა შეიარაღებული ძალების მოძრაობა, ესე პირდაპირ დაარქვეს ეს, რომლის წევრები იყვნენ ძირითადად სამხედროები, ოფიცრები, ჯარისკაცები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მოაწყონ კიდევ ერთი, უკვე დიდი პაუზა ჰქონდათ, ესე იგი პორტუგალიის ისტორიაში, როდესაც არ ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალებები, აი ამ დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტეს, რომ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება. გადატრიალების დღედ დაინიშნა 1974 წლის 25 აპრილი. მოემზადნენ, იქ იყო სერიოზული მომზადება, რადიოთი უნდა ყოფილიყო, პირველი სიგნალი, ერთი სიმღერა უნდა გაჟღერებულიყო, მერე მეორე სიმღერა, რომელიც იყო სხვა შორის აკრძალული პორტუგალიაში. მოკლედ მთელი ოპერაცია იყო დაგეგმილი და 1974 წლის 25 აპრილს დილიდან ლისაბონის ქუჩებში გამოჩნდნენ ტანკები და ჯავშან მანქანები, ტრანსპორტიორები. გამოჩნდნენ ტანკები, მაგრამ აი ახაც საინტერესო უცნაური ფაქტი მოხდა. ეხლა როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ყველას სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, ბევრი სისხლით, სროლით, შეტაკებებით. აქ სხვანაირად მოხდა. როგორც კი ტანკები და სამხედროები გამოჩნდნენ დედაქალაქის ქუჩებში დაიწყეს გამოსვლა მოქალაქეებმა, რომლებსაც უხაროდათ ამათი გამოსვლა, ეტყობა იცოდნენ რაზე არის ლაპარაკი და ეს იყო ასოცირებული და დაკავშირებული იმასთან, რომ კოლონიალური ომები უნდა დასრულებულიყო. და ეს მოქალაქეები ურიგებდნენ სამხედროებს, საჭმელს, წყალს, ყვავილებს. მათ შორის იყო ფლორისტი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ყვავილების მაღაზია, რომელსაც ერქვა სელესტა კეირუში. სელესტა კეირუში გამოვიდა ქუჩაში და ურიგებდა სამხედროებს მიხაკებს, წითელ მიხაკებს. ისინი კი დებდნენ ამ მიხაკებს თავისი თოფების ლულებში ან იმაგრებდნენ უნიფორმაზე. გადატრიალება
გადატრიალებად კი არ დარჩა ისტორიაში, რადგან იმ დღესვე სამხედროებმა, ესე იგი, ალყაში მოაქციეს ადმინისტრაციული შენობები, პრემიერი გაეტანო იყო იძულებული, რომ გადამდგარიყო, ჩაბარებოდა სამხედროებს, ყველაფერი დასრულდა ერთ დღეში. მაგრამ ეს გადატრიალება კი არ იყო, არამედ იყო მშვიდობიანი რევოლუცია, რომელსაც დაერქვა მიხაკების რევოლუცია, Carnation Revolution. თუ ვინმეს ეგონა 2003-ში რომ პირველი ფერადი ფლორისტული რევოლუცია საქართველოში მოხდა, არა, ნურას უკაცრავად. მიხაკების რევოლუცია 1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში. გაეტანო გადადგა და აი აქ უკვე საბოლოოდ დასრულდა, დამთავრდა სალაზარის რეჟიმი. როგორც გითხარით, გაეტანო კი ცდილობდა რაღაც გარკვეული რეფორმების გატარებას იმ 4 თვეში და მერეც უკვე სალაზარის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მთლიანობაში რეჟიმი და მმართველობა მაინც დარჩა იგივე, როგორიც იყო სალაზარის დროს და აი აქ უკვე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც მთავარია, დასრულდა კოლონიალური ომები. ყველა იმ ტერიტორიამ, ტერიტორიებად იყვნენ ეს კოლონიამ, მოიპოვა აფრიკის კონტინენტზე და არა მარტო, მოიპოვა დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან. პორტუგალიამ დააკარგა ყველა თავისი კოლონია. ხო, უცნაურია, რომ სალაზარის რეჟიმი გარკვეულწილად იყო აგებული ჯარზე, ჯარის დახმარება ჰქონდა და დისციპლინაზე და ზუსტად ჯარმა ეს რეჟიმი დაასრულა. აი, რა ვიცი, აი ესეთი საინტერესო მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ამბავი მოგიყევით პირველ რიგში, იმიტომ დამაინტერესა ამ ამბავმა იქედან გამომდინარე, როგორ გაატარა ბოლო 2 წელი ყველაზე ჩუმმა, ყველაზე მოგრძალებულმა დიქტატორმა ევროპაში. ეს იყო ჩვენი ეპიზოდი ანტონიო დი ოლივეირა სალაზარზე, პორტუგალიის ყოფილ ავტორიტარულ მმართველზე. სხვათა შორის 2007 წელს პორტუგალიაში ჩატარდა გამოკითხვა. ვის თვლიან პორტუგალიელები ყველაზე პოპულარულ, ყველაზე დიდ მოღვაწედ პორტუგალიის ისტორიაში. იცით რა იყო შედეგი? 40%-მა სალაზარი დაასახელა. 40% 2007-ში პორტუგალიელების თვლიდა, რომ სალაზარი ხო, აი ესეთი დიდი ისტორიული ფიგურა იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გამოყვებით YouTube-ზე, გამოყვებით სხვა სოციალურ ქსელებზე. გამოყვებით, დაგვიკავშირდით თუ გნებავთ და გაინტერესებთ თანამშრომლობა სტუდია 64-დან. დიდი მადლობა ყველას, ვინც არის ჩვენი მხარდამჭერი, თუ თქვენ შორის, იმათ შორის, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს და გვიყურებს, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გამოწერილი ჩვენი არხი YouTube-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე, ძალიან გთხოვთ, არ არის რთული, subscribe. გამოგვიწერეთ, მხარი დაგვიჭირეთ, განსაკუთრებული მადლობა შავი coffee roasters. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.